გამარჯობთ, მეგობრებო, ახლა გამწერება კარგა. გამარჯობთ. გამარჯობა, მოგესალმებით. ბატონო დავით, ბოლომდე რატო გაშეგული, ჰა? ჯარში ხო ეგრე აძალებთ. მე მე ხო არ გაძალებთო. ჯარში მეჩვენე. კიდევ ერთი ვიდეოთი გავამბიდროთ ქართული YouTube-ი. ხო, რა უნდა მეთქვა? სტუმრად აყვავს YouTube არხი Blades G. ვაი, რა უნდა მოძებოთ? YouTube-ში უნდა ჩაწოს Blades G. კი, TikTok-ზე, YouTube-ზე, Facebook-ზე საიტიც ეგაა ჩვენი Blades G. დანების განხილვას აკეთებენ. 1-2 ვიდეო ჩავწერეთ, კიდევ ვაპირებთ მაგის გაკეთებას. თან დანებზე ვილაპარაკოთ, თან გავაკეთოთ საჭმელი, ოღონდ აი ხა ამ შემთხვევაში საჭმელს მე არ გავაკეთებ და რა ქვია ამ საკვებს რის გამზადებასაც აპირებ. ოღონდ მოდი აქედან რო უთხრათ მაყურებელს, რომ მეც რამე არ გამოვირჩევი დიდი კულინარიის ნიჭით, მაგრამ ხორცის დაჭერს რაღაცას მე მგონი მოვახერხებ რა. არა, მე ქორისებური მზერით დაგაკვირდები, რომ რამე არ მოგივიდეს რა. მე შევაზაოთ თავის სანელებლებში და რა ვიცი, მე მგონი კაი რამე გამოვიდა. კი ბატონო. ბატონო დავით, ყველაზე გემრიელი ხორცი სად არის? საქართველოში. მე რა ვიცი. საქართველოში მაგარი ხორცი მაგარი არის ძვალთან, ყველაზე გემრიელი. ნეკნი ყველაზე გემრიელი, ანუ აქ ნეკნის ძვალი გვაქვს, რაღაც ხერხემლის ნაწილია და ნეკნები. დავჭრათ, თან ვილაპარაკოთ მაგამბაზე. როგორ უნდა დავარქვათ? ამკეს? ამას კი უნდა დავარქვათ, ამას ქვია. დასერილი ნეკნი აჯიკით, კონდრით, ნივრითა და ხმელის უნელი. უნდა გამოვიდეს ძალიან მაგარი და აქედან გეტყვით, რომ ჩვენი სპონსორია USA to Georgia. ბატონო დავით, ჩვენი ძმა და მეგობარი და რა უნდა გითხრათ, ძალიან მაგარი ამბავი. საბერძნეთიდან დაიწყეს ტვირთების ჩამოტანა, კილო ღირს 1 ევრო. ანუ ბოტასები რა იღის, რა წონა რა ექნება. რა გააჩნია? კილოიანი ხო არ იქნება? არის ეგეთებიც. კილოიანი ბოტასი? რა შეიძლება ვიღაც დამპალმა ქვა ჩაგიდოს და გამოგატანო. არა, საბერძნეთში დამპალმა და რამე ის ხო არ არის კაცო. არა ხო შეიძლება, მაგრამ ყველა ვარიანტში ის ქოც 1 ევრო ჩამოვა, რა თუ კილომდე მიაღწია. იძახიან რომ ძალიან მაგარია ფიტასაცმელი აქვს და ძალიან მაგარი ავეჯიო იაკუთ. საბერძნეთთან. ხოდომ ნახოთ ჩვენ რაღაცას გამოიწერს, მე ასე რომ მაგ ხალხმა ეგ დაგეგმა და დაიწყეს მაგის გაკეთება. USA to Georgia. მოდი აბა დავიწყოთ რა დამუშავე. მე ხელთათმანებს ჩავაცმე რომ კი ბატონო, თუ ბატონო დავით. ეს ერთი ჩემი სამუშაო დანა წამოვიღე და კიდე რამდენიმე დანა მე ამას ეგ შენი საკუთარი დანა? ხო. ისეთი რასაც ყოველდღე თუთაუნი. გახსოვთ ჩვენ მაღაზიაში ერთი მოდელი აქაც არის ეს ბოლო ამ ბრენდისა. ეს შედარებით ბიუჯეტური ხაზია ამათი, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა რომ ძალიან კარგია ხარისხი. თუთაუნ რას ნიშნავს? ორი ქალაქი? არ ვიცი სიტყვით რას ნიშნავს. თუთაუნ ახალი ბრენდია რა. უბრალოდ ბრენდი ძველია, მაგრამ სამზარეულოს დანებს აკეთებდნენ და ბოლო რამდენიმე წელია დაიწყეს საკეცი დანების კეთება და აი ძალიან მაგრამ ის შესაძლებლად რაღაც სამზარეულოს ხო ისეთი არ შევარჩი ესე სამუშაო თუ რაღაც უნივერსალური ფორმა, პრაქტიკული ფორმა. ნახოთ ეხლა როგორ გაჭრის. მე მგონი არ შეგვარდა. ხორცი უნდა მოამზადოთ და აი ახლა მოიტანე. აჯიკა არის მაგარი მარილიანი და საერთოდ მიაქციეთ ყურადღება რა, თუ აჯიკა მარილიანია, მარილი აღარ უნდა, ნიური, კონდარი, ხმელისუნელი. მოიტა ამას მე დაგიჭირ. ჩავსეროთ და მე გავაზროთ ხავი ხო ჯობია. მე აგერ ამოვიღებ აქ დავაგებ ამებს. ხავი გავაზროთ. ძულამდე კარგად ჩავეთით. ისე კარგად გიჭირეს ხოც. ცოტა ჩავუკაკუნე, ეს ხო უნდა იტანოს ეგეთი რაღაცები. კი. გაჩოს. ერთზე თქვენს ეგეთი მაგარი ქირურგი იყო, რომ ხაშლამის გახმოა აწყო მაგიზე. აი. ოღონდ თან მე რო შევალაგებთ, დანებზეც ვისაუბროთ. კი ბატონო. იმიტომ რომ ხალხი საერთოდ დანებს იმას აშვრება რა ქვია. გოგვები. არჩევანი რომ უნდა დანის. იმაშრებიან აქვე, ცოტა იბნევიან, მეც ვიბნევ, იმიტომ რომ საკმაოდ თუ ბევრი ნიუანსია რა გასათვალისწინებელი დანის ყიდვისა. პირველ რიგში ისთვის გინდა. აი დან არის და მე უკვე არსებობს დანები, რა ვიცი, ყველა რა. ჩემთვის იყო ადრე როგორ იცი, საკეცი დანა? დიახ. და სამზარეულო დანა მორჩა გათავდა რა. მოდა. ტაქტიკური დანა. არა, ეგ მე უკვე ჯარი და მთელი ამბავი და ტაქტიკური. შემოვაცალო თან ტყავი? აბა ტყავი არ გვინდა რა. კიდე მე იმას ვისა. აბა. მე ხელს მოგიდებ.
აქ თუ თავით ხელი არ მიმათალო. არა, ხილათვის. ძალიან უშვები, კაცო, ტელეფონი გაყვა. ცოტა გაყვეს. ჩვენ ზაღლების ხმა ისმის, ეგენი ამოვლე. ეგენი ეხო ეს, მიდი. მოგეთ მეგობრებო, ხა შემოვაცით ამას ყურს და მე კიდე ჩაგერთვებით. ესეთი კატალოგია. ქართველი მეწარმეების ნაწარმი და მაღაზია ბლეიჩიში, სადაც დანები იყიდება ეს ფიგურებიც ღირს 150 ლარი. გაკეთებულია სრული წესით დაცვით, ეთნო ფიგურებია, მინიმალისტური. ეს დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, რუსთაველი და ჩვეულებრივი ქართველი ჩვენი წინაპარი ჩოხით რო დადიოდა. ესეც გათხრების შედეგად ნაპოვნი თამადა ძალიან გავს იმას, რაც იპოვნეს. ასე რომ მობძანდით, ვისაც სასაჩუქრით გინდათ, მშვენიერი რაღაცა არის. მოკლედ მეგობრებო, ეს გავაცალეთ. ტყავი მე რავი რაღაცას უზამთ რა, გამოვიყენებთ. ამას დავჭრით ახლა ესე დაჭერი ძმაო. პატარა ნაჭერი. ხო. და მე მანამდე ამას მომამზადებ რა. იცი რას ვიზავ, ცხელტაფაზე დავალაგებთ იმას, რა ქვია. ახლა სუნი გაუშვა, მაგიზე დავატირე. მე უბრალოდ ვიჯერეთ რამე შენ. შენ შეგიძლია რამე ესეთი გვითხრა რა. როგორ? არა, როგორ ახართ არა. ექსკურსიაზე ხომ მიდიხარ კახეთში? ხვალ. კახეთში ხარ ნავყოფი? წესით კი. წესით რას? სადიხავი აბა? არ ვიცი აღარ მაქვს. შენ რო კახეთში იყო ნავყოფი, არასოდეს არ დაგავიწყდებოდა. ეგ არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აი რა ვთქვა რა, ძალიან მაგარი ბოდიში, ვინც კახელები არ ახართ. მეც არც მე არა ვარ კახელი, მაგრამ კახეთი არის საქართველოს ზურგი მაგარი, გაიგეშენა. ყველა კუთხე ხო ძალიან მაგარია. ყაზბეგიც მაგარია, ბიჭო, რამეს კი არ ვიძახი. მაგარია ყარს მე. შენ თამოგატრია და ზაფხულში რო ხარ და მაგარი სუნელი დატრია და. ზაფხულში რო ხარ და ქურთუკი რო გაცვია. ზაფხულში? არა, იქ მაგრაცი. ტაფა დავდეთ გასაცხელებლად. არა, ბატონო დავით რა. კახეთში ციან ყინვარწვერი. ხორცის ფასი. თვითონაც უბრალო ხალხია რა. აი სამეგრელოში ხო იციან, აი ძალიან მაგარი საჭმელების გაკეთება და რთული საჭმელებია, რავი, მეგრულ საჭმელს ხელს ვერ ავკიდებ, იმიტომ რომ იქ იმდენი ნიუანსია, რომ პატარა მეგრელი თუ არა ხარ, რაღაცა თუ არა მეგრული, შეიძლება თავი შეირწხვინო, ხოდა? ვიღაცამ კი მომწერა. მეგრულია. ვიღაცამ კი მომწერა, რომ აი მეგრულ საჭმელსო და ვერ უბედავ რა. როგორია ეხლა, რომ ეს კიდე ეხლა შენი რეცეპტით ვაკეთებთ. ხოდა? ისე საერთოდ როგორ ახარ კულინარიასთან? ვერა შორს ვარ სამწუხაროდ ზღრალად ვარ, მაგრამ ინტერესი მაქვს და აი ამიტომ თქვენი ვიდეოები ძალიან მიყვარს და ის როგორ ჩვენთან იმეგობრე და ნელა კულინარია ჩამოგახალიბებ შეცა. ხო, რა ფიქრო მონდომებაა მაინც ყველაფერი, თუ მოინდომებს კაცი? ერთ როგორ აი გეტყვი რა, არაფერი მონდომება, ამას რა უნდა, იცი? წახუთი ტყეში მაგრა უნდა შეოხდეს და მინიმალ რაღაცა უნდა გქონდეს, აი ხორცი და პური და მარილი და მე უკვე ინსტინქტით თვითონ გეტყვის, გაიგე, თან დიდი ხანი თუ დარჩები. კი, გავზარმასდი რა, დავდიოდი ხოლმე ადრე ლაშქრობებს და ერთი მეგობარი ყავს, მაგრა ეხერხება რა კულინარია, სულ ის აკეთებ და გავგანებივრა ესე თქვა, ჩვენ აღარ გვიწევდა ხოლმე ჩარე, მაქსიმუმ რა მწვადი რაღაცა შეწვა. გავსი ცოტა ისეთი კაცური კერძები ხომ არ, თუ რამე ცოტა საჩალიჩო იყო. საჭოჭმანო რაღაცა, ხო. უკაცრავად. სულ ის აკეთებდა ხოლმე რა. არა, ისე საერთოდ რთულია. ხო, არის ხალხი რომ ზოგია რომ არც გაგაყარებს. ხო, იტყვისო, პა. მე უნდა გავაკეთო. ხო. ნუ როგორც არიან კიდე რაღაცა საზოგადოებები, სადაც მარტო ერთი თამადა ყავს. სვანეთში ვარყოფი ხარ? სვანეთში არა ვარ ნავყოფი ბატონო, ზატო სვანის მაკაცები ყავს. მაგრამ ისე როგორ დავდგებით ამ ზაფხულს? სვანის მაკაცები. რა გვარია? რა გვარია? გავიხსენო, მოიცა. მაგათის გვარი არის, იცი? რატიანი თუ არა. რატიანი ჩვენ საკვავს კაცო. ვაი, მე გონი თავს ბევრი წაუსვი. ხო, აი თავიდან. ეხლა იმას
სერჟანტულად მომეცე. თუ დაგაკავდათ შეგიძლიათ აი ესე რა ვიცი, აი ესეთი რაღაცა. ო, ამარა. თავარია მარილი გადაუვიდეს. ხონა? მაგაცურად გამოვიდა. გამოვიდა თუ არა. ხონა, ეს არის დასერილი. დასერილი რა მე რო უკვე კეთების პროცესში ამას დანით ჩავჩხლიტავთ. წავით ახლა ბატონო ჩემო და ოპა, ეგ წამოიღე ქონი. ბატონო დავით. შენც დაიძარი. ოპა. რა? ახლა ნახე შენა, ეგ ეს გამხადე რა. ახლა ეგ გადნება. ხონა? კუბესავი დადგება, ხიტის ეძახი. და იმას ჩავდებთ და აბა რა. ახლა შედი და განახეთ ხორცს დავალაგო და ნახოთ რა გამო. მოგრეთ ხორცი დავალაგეთ, დანებზე ვილაპარაკოთ. სულ რამოდენიმე დანა გახმოთ. რამოდენიმე წამოვიდე, ხო, 5 დანა წამოვიღე ბატონო ზურა. ისეთი რომ მოსაწყენიც არ იყოს ვიდეო ძალიან არ გაგვეწელოს და ცოტა გავაცნოთ ჩვენს მაყურებლებს, რეებიც გვაქვს მაღაზიაში რეები მოგვეპოვება და რა ვიცი თუ რაღაცა კითხვა გაგიჩნდებათ ხოლმე გეტყვით ისა უბრალოდ გავიარეთ. გავხსნა და ისე დავალაგოთ. ბატონო ჩერა სიტყვი დანებზე, ჰა? მე რავი, მოყვარული ვარ დანებში. მოყვარული? აი ხა ისინი ყველა არის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული. ნუ ამ ესენი ორივე ტაქტიკური დანებია, ეს HTM-ია, ამერიკული ბრენდია, უკვე. აი ეგ დანა რა, ეგ რაღაცა მე მგონია ხულიგნური დანა. ტაქტიკური დანაა სუფთა რა ბატონო ზურა. ამერიკული დარელ რალფია დიზაინერი გარდაცვლილი ყოფილი სამხედროა სხვათა შორის, მისი მოფიქრებულია ეს მექანიზმი, შიგნით რაც აქვს ესე სწრაფად რო ხსნის. არის ტიტანი და კარბონია და ესეთი მაგარი გამოყვანილი და დამუშავებული ყოფილი. ბატონი დავითი კი მოიღო სუბუქია. ხო, ტიტანია და მაგის ხარჯემ სუბუქია. ახლა მოიტანე. აი ეს მომეწონა რა, ეგ თითის ჩასადები იყო რა. თან დამცავის ფუნქციასაც ასრულებს ზვადაჯვარივით ეს რომ გახსნი. აჰო. კი ბატონო. ჩემ ყარადი იყოს რა. ის არის რა ქვია. ხო, რა ხანჯოს უკეთია, რომ ხელი წინა წაგისე. კი რა თქმა უნდა. აჰა. არის გათვლილი მძიმე დატვირთვებზეც. მეორე ჩავესია, ესეც ამერიკელია, ტიტანი მიკარტა. აქ საინტერესო არის ამის მექანიზმი. აი ეს ნახეთ, kickstop-ი ქვია ამას. აი ეს ცალკე მოძრაობს რა. და შიგნით პატარა ზამბარა აქვს, ესე მყარა დგას და რო გახსნი იმალება შიგნით და თან გახსნაშიც ეხმარება და უფრო მარტივად არ გიწევს დიდი ძალის დატანება, რომ ეს გაიქნიოს რა პირი. აი ეს რაღაცა რო მომწეული? კი. საერთოდ ეგ არის ხოლმე მყარი რა, ეხლა ამ დანაზე მაგათად მყარია და გახსნი ჩამოშვერილი რჩება, ეგ იმალება შიგნით რო გახსნი. ხო, კი. მაგარი რაღაცა. და პირის დაშვებები და რაღაცა ძალიან კარგადაა გამოყვანილი. მომეწონა, ხო, მაგარი რაღაცა. კი ბატონო. კარი აქვს ცოტა სლიპინა ჩემთვის. ამაზე ვარ ხა ჩემდანაზე მიჩვენა. ხო, ტექსტურა არა აქვს კი. ხო, რაღაცნაირია. მაგრამ მომეწონა მაგარი რაღაცა. ეს უფრო სადა კლასიკური რაღაც ისეთი და ნახოდიდია და ძალიან მსუბუქია. ლამაზია ხო, მაგარი ფერებია, ეს კარბონიც ისეთია. ბევრი ფერები ამოდის შიგნიდან რომ დააკვირდა მარტო შავი და არა, ლამაზიც არის. აი თვითონ აქედან ტიტანია მოხატული ესე რაღაცა ქაუთი. კლიანი დიზაინიც ლამაზია, ვინც გათა პირის ძალიან მაგარია და მაგარი ნალესია. ჩებურკოვის დანაა. აჰა, ესეთი მექანიკა და ესეთი მაგარი დამუშავებით M390 გვაქვს ფოლადი აქვს ფნელოვანი. რაღაცა თხელი მსუბუქი მაგარი ჯიბის დანაა. ესა? კი. დავით მე ძალიან მომწონს. სოგურისნა ესევე და? კი, ფრიპით კარგად იხსნება. საკისრებზე აქვს მექანიზმი. ო, ეს ატვებრაც გამოდგება? პრაქტიკული ფორმა აქვს, ხო? კი. კი. სუბუქია. მოულოდნელად სუბუქია. ფოლადი ეტარი რისგან არის? ტიტანი და კარბონია მანდაც. ფეთ კარბონი და ტიტანს ახმარობენ რომ სუბუქი. კი, ესეთია, ტიტანი ძლიერია და მსუბუქი რა და ტარის მასალა იდეალურია. პირზე არ ვარ გაუბრალოდ, იმიტომ რომ ჭრისთვისება არ აქვს. აჰო, ტიტანის დანებს არ აკეთებენ პირებს. ეს კიდე ოლამიკია ხელნაკეთიდანაა სრულად ამერიკული და ერთი ცალია მხოლოდ დამზადებული ერთ ეგზემპლარად და რაღაცა ესეთი ბრუტალური დიზაინი აქვს. აი თქვენა გაქვთ ახლა ამერიკიდან ტიპ მაგაცამ გააკეთა და? კი, მაგათი წარმომადგენლებიც ვართ ამ ბრენდის და გვაქვს მაგათი სხვა მოდელებიც. საინტერესო დანაა რა დიზაინიც აქვს. ო, რაღაცნაირია რა. ხელში როგორ ზის? ჩარტყმა მოგინდებოდა რაღაცა. სულდება ხელიდან. ო, რაღაც გამოყენება მოგინდება რა. აი ეს ფორმა რო ჩემს საჩუქრად გამოდგება. იმიტომ რომ ესენია ხოლმე. ახოლტები? კი, ეგ ეს ტიტანია.
ძალიან მაგარია. რაც კარგი გათვლები აქვს, ეს ურეგულირდება, შეგიძლია მიწიო წინ. ხელის ზომის მიხედვით რა, რომ მოირგო შენს თიძე ცოტა უკან დააყენო ან წინ და რაც ხვდები რომ დანა ნამუშევარია და ტყილა არ იხდი ფულს, საკმაოდ ძვირები ღირს ეხა ეს დანები რა, მაგრამ ფასს ამართლებ ჩემი აზრით რა. ეს ღირს 2500 ლარი. 2500 ლარი ისე რა? ო, მაგარი ფასი. მარტო ერთია გაკეთებული დაბრა იქნება. ისა? კნოპკიანი? ეს პირველი? ეს 1450. ცოტა ისეთი მაღალი კლასის დანები წარმოვიღე რა, რომ საინტერესო ყოფილიყო რა. ბიუჯეტური. ეს ნახე რა მაგარია, ამას ახლო მოიტანე რა. აი ეს ნახე რა მაგარია. გეგონება იარაღის დეტალიაო, ხო და აქ შეხედეთ რა. თვითეული დეტალი ისია გამოყვანილი. ეს უფრო რა, მე მგონი ანუ ეხლა ვიღაცამ ამაში ამდენი ფასი მიწეს, რაღაცა პამდრის საჭელას არ დაიწყო. საკოლექციო ნივთია რეალურად და პრაქტიკული დანიშნულებითაც ყველაფერს უპრობლემოდ გააკეთებს რა თქმა უნდა. და ესენი რა მაგარი აქვს საერთოდ ძრო არა. ოკეი. აჰა. და ეს ბოლო მოდელი დღეისთვის აი თუ თავი მე რასაც ხვარ, ეს ბიუჯეტური ვერსია ამისი ეს ჩვენ მაღაზიაში იქნება ალბათ 250 ლარად რა. ეხლა ჩამოგვივიდა და დავდებთ აი ხორცერთი დავჭერით ხო? მაგ ბრენდის არის ესეც უკვე მაღალი კლასი, აქ ტიტანია, თან კრისტალური დამუშავებით, ესეთი საინტერესო საკიდი, პირის ფორმებიც გამოყვანილი. ვა, მაინც ეს აქედან აქ დასაკიდი? მე მოსახერხებელი, ეგეთი. აი მეტნაკლებად რა. მე ვფიქრობ მაინც სტანდარტული ეს ჯობია. მაგრამ რადგან განსხვავებულია მაგითი მომწონს თავის განსხვავება. ხო, ეს გამო მოიცა ის გავიკეთო. აი. მოუხერხებელია. კი. მე უფრო მოუხერხებარ, ნაპირში მაინც ჯდება. არა, ხო, დავარდნაგივარდება. მაშინ შეგრეთ უნდა ჩა. ხო, თორე ამოვარდება. ხო, გარედან არ უნდა იყოს დაკიდებული. ნუ ფორმა ცოტა უცნაურია, არ ვიცი ხა ეს რამდენად პრაქტიკულია, რაღაცებს კი დაჭრი ჩაოლებრი, მაგრამ ნახეთ როგორი კუთხოვანი ფორმა აქვს. მაგრამ ეს ყველაფერი ერთმანეთში აი ეს ჭრილები, ესენი ყველაფერი ერთმანეთში მაგრად ჯდება და საინტერესო დანაა რა, ხელში ესეც მაგრაძის. ამიტომ ყველა მეტნაკლებად ერთმანეთისგან განსხვავებული და ესეთი დანები შევარჩიე, რომ ზოგი უფრო პრაქტიკულია, ზოგი პირდაპირ ტაქტიკური დანიშნულებითაა. შენი რამოდენიმე დანა, აი ბატონ დავითაც ვაჩუქე დანა. ბატონო დავით, გააძრე შენი დანა. აბადების დღეზე. ეს კონცერტის მიკელ ვინუსენის დიზაინით არის. აი განიერი პირი აქვს. ხეებსაც აჭრის. როგორ მოგეწონა დათვით საქმეში? რაღაცები ხომ მიჭირ. ხელში დიდი მოკლე. დიდია ხო ცოტა? აბა დაიჭირე. აი მას ვიწრო რო აქვს, აი ეს უფრო დიდი იქნება. ეს მაინც არა ფართო და მოირიგებ. ცოტა ხანში კიდევ დანას ხელი აი ხარ უნდა მოკიდო ცოტა დაბლა. გაიგე? სიო მორჩა გათავდა. მოკლედ. ხო, ესეთი ნივთები მოიპოვება ჩვენ მაღაზიაში კიდევ არის. მაღაზიაში და ძალიან ბევრი დანები ვნახე. ანუ თუ მოგინდათ რამე დანებთან დაკავშირებით, მიდით ეს კაცი აგიხსნით ყველაფერს. ჩვენც რამოდენიმე დანა მოხდა და ჩვენც გვინდა რაღაცა გაჩუქოთ. ჩვენი არხიდან, თქვენ არხს. მაგრამ ბიზნეს მაღაზიას არ ვიცი, მაგას უღრა ხვდია. ჩვენი ლოგოთია ესეთი. აუ რა მაგარია. აჩვენებთ აი ესეთი რაღაცაა. ჩვენი ლოგოთი არის ჯიბის. აუ გასილამაზე, ამას არ მოვიშორებ. უბრალესი მადლობა. სულ ყოველდღე სულთან მიქნება. კაი დროს რო გაჩვენებდეს და კაი იმასე იყოს რა. გასილამაზეა. მანამდე ჩვენი ხორციც აი ჩემი ხელის მოწერა შუაში და ძველ ქართულად დაწერია იარაღის განხილვა. უგმესი მადლობა ბატონო ზურა. ძალიან ძვირფასი საჩქარია ეს შეაჩვენს. ჩვენ მეგობრებს საერთოდ ცდილობთ ხოლმე რომ ან საათი ვაჩუქოთ ან კომპასი. კაი დრო და სწორი მიმართულება. ცხოვრებაში მეტი არაფერი არ უნდა ადამიანს რა. და ეს ხალხი მინდა კიდე გაგაცნოთ რა. უყურე, ქვია? ფოტოს, მოდი ახლა ვაჩვენე რა. ინგლისურთან ვერავარ ყოჩაკად. აი ეს ფოტოსტორია. ფოტოსტორი. გამომიგზავნეს და ნახე რა მაგარი რაღაცა. ჩვენ ისინია. მაცივარზე მისაკრობია? მაცივარზე მისაკრობ. მოდი აბა დანაზე მივაყოთ. ხოლმე სპირი ხო? კი ბატონო. იცი? აი ეგეთი რაღაცა. საჩუქრებია რა. ძალიან ლამაზებია. აგემე. ძალიან მაგარი ხალხია ეს. ხარისხის როგორ ეთყობა ისე ჩანს ყველაფერი კარგი. ხო, რაღაცაში გაკეთებული რაღაცა ეს არ არის. ეს გავიკეთე ზაგენ მე და ბატონ დავითს. ასე რომ მადლობა ძმებო რა ვიცი, დებო. სქესი არ ვიცი ამ ხალხის, მაგრამ კაცები იქნებიან და ქალები ხლა. სხვა სქესი მე არ ვიცი რა. მე
თუ არსებობს მე არ ვიცი. მადლობა ენაც ორი ჯიგა. ეგ საათი ძმაო, აი მოგახმაროს ღმერთმა. დავის. სულ კაი დროს გაჩვენებთ. უგრმესი მადლობა. ეხლა წავიდეთ და ჩვენ ხორს მივხედოთ იქ როგორ ხდება. აჰა, წავედით. წავედით, ეხლა ხორს მივხედოთ. აჰა, ამდანას წარმოგეთ დანით ისაქვანად. აჰა. ბატონო და კარგად ჩაბუჟბუჟებულა. შია? ვარ დაუჭირო. აჰა, მაიც ეს დამიჭირი? არა, არის ცეკვა, კაცო, ეხლა ფრთხილად იყავ, გაიწი ბატონ დაუჭირო. შია იცი. აგავაიჩი. ჰა? შია იცი, რომელიცი. რომელიცია? ლაზარი? ლაზარი მამა. ამერე? არაფერი. ოჰო, ის როგორი გახდა, ბო? ჩემი მაგათო ვისაც ვაუნები პლეიტინგის რატონღა შერავინ არ იცი. იცი, მამა შენი ძველი კაცია და იმიტომ იციან თორე. იმა ჯელი მამები ყავდა შეიძლება არ იციან. მოკლედ. აი ესე დავდოთ. კაი ცეცხლი უნდა. ოჩებში ეთყობა რომ კაი რამე გამოვა. ხო, ესე მაგარი უნდა გამოვიდეს. ეხლა ეს ვაცადოთ. ბატონო დავით, შენ რომ ენაჭერ ჩააფრინდებოდი. მე აი რომელიც უფრო დაიბრადა. ამას ის კონი რო არა, გეგეობა. იმიტომ აკვირდებოდა. ეგა. ხოიცი კახეთში რა ზახირა, ეს უფლად რო შემოიტანა რამე ნაჭის სორდანო თვალით არ ჩააფრინდე, თორე. ვიცი, შორს დადები. არა. სხვა გადაიგებს და გული დაგწყდებაო, გაიგეში. კაი მაჭი შეიწვას და ვნახოთ აბა რა გამო. აბა. ნელა. როგორ ამბობს ხოლმე? აი ეს სიგიძეზე. აჰა. აი. ხო, ის კეთილშობილი ზეთი რა თუ ქონი რაც გაუშვა. შევიდეს, ხო? ხო, შიგნით შევიდეს. ზოგი ნაწილი საკმაოდ სქელია. თან ამოვატრიალებ, ხო ბატონო? ხო, კი, მაგრამ. როგორ მხარს? რავი, შენ ახლა ამ ერთი შემოხმედი და შენ როგორც შენ. ძალიან დიდი პასუხისგებლობა. დამეკისრა. ჰა? ო, ინახირა ფერი გახდა, ახლდანოწოდა რა. როგორი ოქროსფერია? არა, წესით უნდა იყოს აი მაგფერი რა. აჰა. ო, თან აიგრი, ხო? მოკლედ, მაგასო გააკეთეთ ეხლა როგორც ამას უყურებ. ძალიან არ გაერთოთ რა, ანუ მართლა არ გაჭრათ რა შუად. ჩემო ძალიან მაგარი. აჰა, მეგონი კარგად მიდის ყველაფერი. არომატი მაგარი აქვს, ფერი მაგარი აქვს, მეტი. კაი წამოიღოთ, ოღონდ თხილად აქენი ზედან გადმოგევა. ნელა. აჰა. ჭეშმარიტები ჟამიდა დგა? ამეჯოს. სუნი სერიოზულია. დანები კი გვაქვს, მაგრამ პური მაინც თონის პურს დახეთქვისა ხელი დატეხო ხდება. ბატონო დავით. უკვე აი კულტურული მასში ვართ რა. ქოხი ავიშენეთ მაგი და დავით გით. უკვე ნელა სიველურიდან გამოდივართ, მაგრამ ჩვენ ამას მაინც ვერ ავიტანთ ბატონო დავით. მოდით ყემალი გადმოვიღო. ვანო შეზავებული. ვერა? კაცო, გადმოიღე მთლიანაჭერი შეჭამე. ხო რა? ღორი კი არა. რა ზიშოს ღორი კი არა? დაგიდებ და თუ ჩამას. აჰა. ჩამოვაჭრეთ ნელა. დაჭე კიდემ ჭამე რა. გავს ბატონო ზურა? გავში. მე თვითონ მიხედავ ჩემ თავს. აჰა. აი ეს. ნახოთ აბა რა გამოვიდა. ბატონო დავით. ესეთი რეცეპტით არ გამიკეთებია ჯერო? აჯიკას მე უსმევდი ხოლმე. თან ახლა მას კონდარის გემოც უნდა მე მგონი კარგად არის შემწვარი იცი. აია. წვენიცაა შეგ. მომისმინე.
ბატონო დავით, მომისმინე. მე მიყურე. ჩანგალს. აი ესე იჭერდა არ ჭო. პირიქით. გამომართვი ხელი. ეგრე არა, აი ესე მოკიდე. ეს და ესე. დაინდ გაჭერი. მოგეხმარო მათ. ან კიდე აიღე და პირდაპირ ეგრევე ჩააფრინდი, რა მოგივიდე ხა დაჭერდა ესო დამწე, ჰა? ჩანგალი რატო იყო? ვინო ზავას ხო? რავი, მეგობრებო, მე მინდა რომ აი ეს დანების ამბავი და კულინარია ერთმანეთთან დავამეგობრო, იმიტომ რომ უდანოთ არც ერთი კულინარია არ ვარ. ეში ხო მით უმეტეს თუ დანა არა აქვს ბატონო ჩემო? მარჯვენა ხელია რა დანაფა. არა, გაგტანჯავს თუთი სოფელი ჩააწე. მოდი ამ ჭიქით ჩვენ კუთხე კუნჭულს გავუმორჩოს. ამინ. ბატონ დავით, ჩვენი ქვეყანა არის ძალიან მრავალფეროვანი. აი გურია და კახეთი რო შეადარო ეგ კი არა, თვითონ გურიაშიც არის განსხვავდება და სამეგროშიც განსხვავდება და კახეთშიც განსხვავდება. მე უკვე ისე ვარ კახეთში დამოამბული, მივხვდები თელაველია, გარე კახელია, შიდა კაზაკიზი, ანუ ძალიან ბევრი მრავალფეროვანი ხალხი ვარ და არასოდეს არ თქვა რომ სხვადასხვანაირი. ჩვენი მრავალფეროვნებით ავართ ერთნი. სულ ყველა კუთხეს გაუმორჩოს ჩვენ საქართველოში. გაუმორჩის. ღმერთმა მშვიდობა ჩამოაგდოს და მტერზე გაგვამარჯვებინოს რა. ამინ. გაუმარჯოს ჩვენს კუთხე კუნჭულებს. სრულიად საქართველოს ერთიანს ძლიერს. დალოცველი ყოფილიყო სუფრისგან და გაერთიანებული რა. ეს არის ჩვენი ნატურა და დღის წყალობით ესეც იქნება მალე. ამინ. ამით გამოგეშთოთ მეგობრებო, როგორია ბიჭო? რო ჩაჩუმდი და მაჩვი ჩუმდა ჩა. ამით გამოგეშთოთ, კარგად ვზავდეთ შემდეგ ვიდეო. დროებით.